Ognadze Rodriguez ჩაწოდება საჯარიმოში დაწყარის მიმართულები და თელავი კიდევ ერთხელ გადის და მესალაუმა საკოლე გადაცემას გოლით დაუბადა და დააწინა ურასაკუთარი ეს ყველაფერი დაგვიწია ჯავჭავას სულმა გადაცემა ოგნადი ძალიან მაგარბადა პლანზე და საბოლოო ჯამში ბრაზილიელმა მესალაუმ გაიტანა გოლი აური დარტყმით აიღო მან ნოდარ ყალიჩავას კარი. ეს გოლი განმეორებით. კარგად გათვალა ბურთის ტრაექტორია და ყალიჩავასაც შეეძლო ნამდვილად ამ მისტერი გარეგინიან შკარხავეს დურსვიჩაკ მესალაო იებგol Andre Luis Leao Lima Camporzapes Mesalao Mexro Shata Batsvets Grabets Ayvazovi Pashpanas Darbası Bas Poxansumnen ընդգծենք Յուրի Գարեգինյանի շքեղ փոխանցումը անզուգական փոխանցում կատարել Ենտրոնով են գրոհում Լիմա Երվից արված և գիրանսանց գոլի եղինակ մի փոքր աչ խնդրեմ Ստացավ փոխանցումը Ոչ ոք չի խանգարում դուբլ է ձևակերպում Զավեն Հովանիսյանը չի նշանակում 11 մետրանոց հարված Արարատը նորից շարունակում է գրոհել Մեսալաո Երվից արվածում գոլ 9-րդ րոպե Աղիկ առաջ չընկնենք և հիմա ավելի հաստացի հասկանանք թե ինչպես են զարգանալու իրադարձությունները Չստացվեց Ջունիոր Մարինի հարվածը, բայց աչ եզրում Ասավ գնդակին բաբուչամը փոխանցում արված գոլ Անդրե Մեսալաուն է գոլի հեղինակ განხორციელებს კიდევ ერთი და ძალიან საქმეთა მოჩვენების განხორციელების შანსი არ დაეტოვებინათ მასპინძელი სტუმარი გუნდისათვის აქ მარჯვენა ფლანგიდან განვითარდა ძალიან კარგი იერიში მორჩილაძე დაიმორჩილა ბურთი დაარტყა და მასპინძელი გუნდი დაწინაურდა თორნიკე მორჩილაძე გადაელი გოლის ავტორი თელაველები გავიდნენ წინ ეს კი ჯერმოდან შორს გეორგიევიჩი დაუგდო თავით ბურთი მესალაოს კარგი დატრიალება ნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ვეტერანი ბრაზილიელი უახლოვდება საჯარიმოს ოდნავ დაეცა შეტევის დინამიკა პარკინაშვილი ჩაწოდება საჯარიმოში მორჩილაძემ დაარტყა თავით შეიძლება მესალაო გეორგიევიჩი და მეორე გოლი მისი თელა მეოთხე წუთი მატჩისა აწვის მესალაო საჯარიმოში და გეორგიევიჩი და თელაველები ამცირებენ ანგარიშის ხაობას 1-2 მინიმალური ხდება არის სოდნე კაპანაძე რომელიც თელავში თამაშობდა და დაბრუნდა იბერიაში იქამდე ლოკომოტივში აქვს მას ნათამაშები აი აქ დაილო გოლტერი თამაშობს კარგად ჟარმარტიბუე და თელაველებას სცადეს ახლა შედარებით უფრო დაავარდი ჭელიშვილი ცენტრისკენ გზავნის ბურთს სადაც მესალაო თამაშობს ძალიან ტექნიკურად დიდად მეორე ამ დამატებით ტაიმში ვითარება შეიცვალა ალბათ ვიტყვით მაინც შედარებით უფრო ძალიან დიდი ამ სეზონის ერთ-ერთი თავისი მატჩია როგორც ერთი ისე მეორე გუნდისთვის და ამ შვიდა საკმაოდ ვითარება ალბათ ძალიან დაძაბული ფონით და განსაკუთრებული ხელშეობით რთული იყო თამაში ახ დეიან გიორგიევიჩა ძალიან პროფესიონალში დარტყმა ზუსტად ფაქტობრივად სარიერი კარიდან გამოიტანა აქ ბურთი ანგარიში უცვლელია ერთი რუსთაველი კლავ მესალაო ბრაზილიელი ბურთით კიდევ ერთი ჩაწოდება და აქ რა მომენტი გაანიავა აქ დეზირემ არა საჯარიმოში მეორე საფუძზე ისევ სტოპილაძე მითამაშა დეიან გიორგიევიჩი დაარტყმა და ორი მესალაო ცდილობს აქ კუთხურის მოწოდებას და რუბეი თამაშობს კარგად მსგავს და წინა ეპიზოდის და აქაც მოუწია ალექსანდრ ვორობეის ძალიან საფრთხე ეპიზოდის და ძინაშვილი
კარგი შეტევა აქ მარცხნივ გადაცემა მორჩილაძე სიგნისკენ პასი ანდრე მესალაოს დარტყმა ხარიხას შეეხო ბურთი თუ სწორად დავინახე ეს იყო თელაველთა პირველი საფრთხეების სცენებელი და პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი თორნიკე მორჩილაძის მიერ გაწვდებული პენალტი შეხვედრის მე-20 წუთზე თელავის ფეხბურთელის და შემდეგ იყო ერთი მომენტი ასევე პირველ ტაიმში ლოკომოტივის და კიდე აი მომენტი ეს არის და მეკარის კარგი თამაშიც ნახეთ დამატებული მორიგი შანსი ეძლევათ მორჩილაძე ამბობს მივახლა საჯარიმოს კარგი გადაცემა ერთი ჩეკები დარტყმა კიდევ ერთი დარტყმა და ბოლო ამ შეხვედრაში კიდევ არაერთი გოლი უნდა გავიდეს წესი და რიგი და თელაველებს აქვს შანსი ანდრე ლუის მესალაოს თავური და ძელს ხდება ბურთი გადარჩა აქ გოლის ეპიზოდი სხვა სამ ეპიზოდზე იტად მწვავე არათუ მეტად თანაბრად დავდოთ არ გვახსენდება მორჩილაძე შეფისახ საჯარიმოში თავადვე დაარტყა და შეძლო ანგარიში ასაფრებული რა თქმა უნდა მოწადა შეიძლება და სხვა კიდევ უფრო გაზრდა ეს პირველ ტაიმში უკვე მესამე ძალიან შეძლო დამატებაზე და თამაში დეიან გიორგიევიჩი ეცდება თავისი გოლის გატანას და გაიტანა აქ უკან პასი ბოჭორიშვილი მაქსიმალურად ცდილობს ჭირდა თამაშს დეიან გიორგიევიჩი აქ უკვე ანდრე ლუის მესალაო ახლა შეძლოს მოგოება და არ არიან ცოტანი მარცხენა ფლანგიდან მარცხნივ პასი მორჩილაძე გამილ ბანდეირა და მორჩილაძე ირწვია პოზიციისთვის და აქ შეიძლება ფორმულად იყო ასე თუ როგორც არ უნდა იყოს ფაქტია რომ ქუჩა კვარაცხელიაც ზორი დინამო ბათუმიდან წავიდა აქ თელავის იერიში ნიგერიელი ფორვარდი წინ ყოფნას გიორგი პაპუაშვილის გოლით ჩაწოდება საჯარიმოში აქ კარგად თამაშობს ორობეი გამოაქვს ბურთი რომ მოაწვდიან თელაველები მესალაო აკეთებს აპყოველივას მეორე სართულზე ძალიან კარგად თამაშობენ სტუმრები დარტყმაში ედგა და საბოლოოდ გადარჩა აქ გადმოუკვდა რა კარგი დარტყმა და მეკარი თამაშა ბურთზე აქ შეუტაყვებელი მოქმედება და კარგი შანსი ტაიმის ბოლოს თელაოს მესალაო კარგი მოძრაობა და ყაკარის მიმართულები და ფერნანდო გამოს ნახოთ ეს მოცემულობა რამდენად შეიძლება ქუთაისელები კი მეორე გოლს დაუმიზნებენ რა თქმა უნდა ამ უპირატესობის ფორმა გეტყვით აქვე გუნდების ურთიერთ შეხვედრებზეც აქვე მოკლედ მიმოვიხილოთ გუნდების მიმდინარე სეზონის ურთიერთ ირვებობს ეს არტურზე მესალაო კარგი პაუზა იყო ზიდეზირეზე გასაგებია მეტოქე ძლიერია, მაგრამ არც იბერია სუსტი გუნდი აჩვენა მას საკუთარი ძალები და რატომაც არა ერთადერთი გუნდია, რომელსაც შეუძლია რომ ქართული კლუბების პრესტიჟი თავიდან რაღაც არ დაგვაქვს სწორედ უსტავი და თელავი არ პერდებს თამაშობდა 2020 წლის სეზონში აქვს სახიფოთ თავისი გუნდი ეფექტური ნახტომით ძელდება ახლა შეფადგება კიდევ ერთი დარტყმა და ისევ მეკარე თამაშობს ამდენჯერ ჩაატარა თავისი შეხვედრა საფრთხეა გამართავს თავის მატჩს დღეს თქმა უნდა აზრახო ხშობაზე არ მაქვს საუბარი უმეტად ჯანების ზღვარზე უწევთ თამაშა გაუბახარ კონტესტს გამოუცნო თეავალთა ბრაზილიან რეგიონერმა თუ რა ქონდა ჩაფიქრებული და ძალიან მარტივად დაატოვინა ბურთი აკი აქვე კონტი არ გოს საფუძვლად და დროს
13-40 წუთის ფარგლებში მე და ბოლო წუთებში ისევ მოუმატეს გუნდებმა ბოლო 5 წუთი შედარებით აქტიური იყო არა მაგრამ მაინც ბრაზილიელი ანდრე ლუის მენსალაო აკეთებს ძალიან ჭკვიანურ გადაცემას მორჩილაძე ეს რომლებიც საჯარიმოში იმყოფებიან მენსალაუს მაღალი ჩაწოდება დარტყმა გარის მიმართ დარტყმა კიდევ ერთი და ამჯერად გამოიწყებს გრძელი გადაცემა შეიძლება იყოს დარჩენილი მენსალაუს გადაცემა მარჯვენა ფლანგზე რა თქმა უნდა იბრძოლებს ამ პოზიციას ახლა 33 ტურის შეხვედრები ნათამაშები აქვს იმ გუნდებს რომლებიც შემოგიოდას კარს კარს 33 ნომრით შენარჩუნება რამდენიმე პასის გადაბმა და ამ მხრივ ეს პრობლემაა და პირველ რიგში ფუძე კონტროლი არის მოსაპოვებელი, რასაც